აღკვეთის ღონისძიების შეფარდება ჩვენს კითხვაზე, რას ითხოვს პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირებისთვის, შოთაძემ უპასუხა, რომ პროკურატურა ითხოვს გირაოს. ამ ეპიზოდთან დაკავშირებით დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა, კონკრეტულად 6 პირი მიცემული არის სისხლის სამართლის პასუხისგებაში 239 მუხლის მეორე ნაწილი და მესამე ნაწილებით, რაც გულისხმობს ხულიგნობას ჩადენილ ჯგუფურად და შესაბამისად სავარაუდოდ დღეს პროკურატურა მიმართავს სასამართლოს აღკვეთი ღონისძიების გამოყენების თაობაზე შუამდგომლობით. პროკურატურა ითხოვს აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას. ამ ეტაპზე გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით ჩვენი პოზიცია არის, რომ ხსენებულმა პირებმა ჩაიდინეს დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239 მუხლით, რაც გულისხმობს ხულიგნობას.